მოგესალმებით ვიკა, მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. მინდა მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვხატო დღეს დაკავებული ლელოს ლიდერებთან დაკავშირებით. რაც შეეხება გიორგი გახარიას კომისიაზე მისვლა არ მისვლას, მინდა ყველა შევახსენო, რომ ეს კომისია რამდენიმე თვის წინ შეიქმნა იმისთვის, რომ გამოიძიოს ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დროს ჩადენილი დანაშაულები. თუმცა შეგახსენებთ, რომ რეალურად ამ რეჟიმის მთავარი აქტორები დღემდე არც ერთხელ არ არიან ამ კომისიაზე დაბარებულები, თუმცა გიორგი გახარია უკვე მესამედ დაიბარეს ამ კომისიაზე, იმიტომ რომ დღევანდელი თარიღი გადაწიეს 2 ივლისს. თქვენ ყველას კარგად გახსოვთ, რომ როდესაც პირველ ჯერზე გიორგი გახარია დაიბარეს, მას არ ჰქონია არანაირი პრობლემა და წინააღმდეგობა, მივიდა ის ამ კომისიაზე, არ შეშინებია არაფერს და გასცა ყველა კითხვას პასუხი. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მათთა სამწუხაროდ და ჩვენ და საბედნიეროდ ამ კომისიამ ძალიან ცხადად ყო ყველაფერი, რომ თურმე ისე არ ყოფილა, როგორც ამას ქართული ოცნება საკუთარ ამორჩეველს ატყუებდა და ისინი მიხვდნენ, რომ ეს კომისია წააგეს 0-10 გიორგი გახარიას სასარგებლოდ. ამიტომ ახლა ბიძინა ივანიშვილმა კომისიას მისცა დავალება, რომ ეს წაგება გამოასწორონ და თუ მაშინ კომისიაში 2-იანი დაუწერა, ახლა სურთ რომ 10-იანი დაუწეროს კომისიაში, ამიტომ ისინი ფიქრობენ, რომ უკეთესად იქნებოდნენ მომზადებულები. გიორგი გახარიას არც მეორე დაბარებასთან დაკავშირებით ჰქონია პრობლემა. შეიძლება რომ გამოვაკამდეც გიორგი გახარიას არც მეორე დაბარებაზე არ ჰქონია პრობლემა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, როდესაც პირველად დაიბარეს გიორგი გახარია, მას თავად კომისიამ შესთავაზა, რომ ის ჩართულიყო ონლაინ, იმიტომ რომ ეს წერია კომისიის დებულებაში, ან ყველა დაბარებულის უფლება მან აირჩიოს ფიზიკურად გამოცხადდება თუ ონლაინ ჩაერთვება, თუმცა ამაზე კომისიამ გიორგი გახარიას უარი უთხრა, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ მათ ინტერესში რეალურად კითხვების დასმა და მასე პასუხების მოსმენა არ შედის. მათ უკვე დაიბარეს 2 ივლისს, სადაც ასევე მოითხოვეს ფიზიკური გამოცხადება, რაც კიდევ ერთხელ კი ბატონო, ეს ყველაფერი ვიცით ვიკა, მაგრამ ჩამოვა გიორგი გახარია თუ არა, ეს იყო მედიაში გააჩინა ამან კითხვის ნიშნები მისმა არ ყოფნამ. შემდეგ ჩვენ ბერდიას ბრიფინგი ვნახეთ, რას აპირებს გიორგი გახარია, აპირებს თუ არა დაესწროს ის წულუქიანის კომისიას ფიზიკურად. კიდევ ერთხელ ვამბობ, გიორგი გახარიას უცხოეთში ყოფნა არ არის კომისიის გრაფიკზე აგებული. ქართულმა ოცნებამაც ალბათ ძალიან კარგად იცოდა, რომ გიორგი გახარიას ჰქონდა რამდენიმე კვირიანი ვიზიტი დაგეგმილი, სამუშაო ვიზიტი უცხოეთში, ძალიან მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრები, რაც ძალიან ასევე მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს ქართულ ოცნებას. ისიც ძალიან რეალურია, რომ შესაძლოა ამიტომაც ჩანიშნეს კომისიები ესე სწრაფ-სწრაფად და მიყოლებით, რომ გიორგი გახარიამ შეეჩეროს ეს ვიზიტები, თუმცა გიორგი გახარიას გრაფიკი ნამდვილად ვერ აეწყობა კომისიაზე და თეატ წულუკიანზე. ჩორჩანას საკითხი ახსენეთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ კომისიაზე დაბარება, არ დაბარების საქმე. მინდა მაყურებელს შევახსენო, არჩევნებამდე 1 კვირით ადრე ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიას შემოუთვალა მუქარა და ის დაემუქრა, რომ გიორგი გახარიასაც და მის გუნდსაც შესაბამისად გაასამართლებდა და ეს ყველაფერი არის უბრალოდ პირადი პოლიტიკური ვენდეტის გაგრძელება. ჩორჩანას საკითხი არის საქართველოს ბოლოდროინდელ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი, იქედან გამომდინარე, რომ ჩორჩანაში საგუშაგო ჩადგმით, გარდა იმისა, რომ მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ადამიანების სიცოცხლე და უფლებები გადარჩა ქართული მიწის ათასობით კვადრატული მეტრი, 17 მილიონი კვადრატულ მეტრზეა აქ საუბარი. ქართული ოცნების აქტორები დღემდე, სანამ ეს თემა დადგა დღის წესრიგში, მუდამ ამაყობდნენ იმით, რომ მათი მმართველობის პერიოდში არც ერთი მიწის გოჯი არ დაუკარგავს სახელმწიფოს და მათი ჩორჩანა რატო გახდა ამ ყველაფრის, ანუ ჩორჩანათი რატო ხდება მისი დასჯა, იმიტომ რომ თუ კი ჩვენ საუბრობთ არ ჩადენილ დანაშაულებებზე, შეიძლება ყოფილიყო, რა ვიცი, ნებისმიერი, თუნდაც ეს ყბადაღებული უცხო ქვეყნის რაღაცა თანამშრომლობა, ხო, რაღაც უცხო პარტნიორებთან, ესეც არის ხო ერთ-ერთი ეპიზოდი, ნებისმიერი რამ შეიძლება და ყოფილიყო. აი რატომ ჩორჩანა, როგორ ფიქრობ? ამასაც აქვს თავისი მიზეზები, აქვე შეგახსენებთ ირაკლი კობახიძე, რომელიც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს იმყოფებოდა აუზზე, ირუჯებოდა. შემდეგ ამას მოყვა ბიძინა ივანიშვილის ცალმხრივი ბოდიში ოკუპანტის მიმართ, ამას მალევე მოყვა ოკუპანტის მხრიდან რეაგირება და მათ განაცხადეს, რომ მხოლოდ ბოდიში არ იქნებოდა
საკმარისი. ამის შემდეგ ჩვენ ვიხილეთ ქართული ოცნების მაღალჩინოსნებისგან არაერთი ცდელობა, რომ შეურაცხყოფა მიეყენებინათ ქართველი გმირებისთვის. მათ არაერთხელ თქვეს, რომ 2008 წელს რომში დაღუპული გმირების მსხვერპლი იყო უაზროდ გაწირული და გიორგი ანწუხელიძის მსხვერპლსაც უწოდეს უაზრო. ამის შემდეგ კი მათ გააგრძელეს ქმედება, ეს არის ბოდიშის უკვე ქმედებაში გადაზრდა, იმიტომ რომ ბოლო დღეებში უკვე ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმს გაუჩნდა ამბიციები და ზუსტად იგივე ნარატივით საუბრობენ და ზუსტად იგივე განცხადებები მოჰყავთ, რაც მოჰყავდა ბოლო დღეების განმავლობაში ქართულ ოცნებას. ჩორჩანა არ არის ახალი თემა და როდესაც მე შეგახსენებთ 2016-19 წლებში ჩორჩანადან და მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებული იყო 4 ადამიანი. საგუშაგოს ჩადგმის შემდეგ ამ ტერიტორიიდან არც ერთი ადამიანი აღარ არის გატაცებული და გუშინდელს სიუჟეტში, რომელიც ფორმულას ტელევიზიაში ვიხილეთ, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ იქ მცხოვრები ადამიანების პირით მოვისმინეთ, რომ იმ დღის მერე, რაც საგუშაგო ჩაიდგა, გაცილებით უფრო სიმშვიდე დამყარდა მიმდებარე სოფლებში. ასევე კომისიაზე მათ გამოძახებული ყავდათ ეგრეთ წოდებული ჩორჩანას მკვიდრი, რომელიც აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ ყოფილა ჩორჩანაში მცხოვრები ადამიანი. აქვე მინდა ვთქვა, რომ ეს სანამ 2019 წელს ეს ყველაფერი მოხდებოდა, ჯერ კიდევ 2016-17-18 წლებში გაცხადებულად სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებული მთავრობა სამართლებრივ დონეზე ატარებდა ამ ღონისძიებებს და ეგრეთ წოდებული 1922 წლის ოსეთის ისტორიული რუკის მიხედვით ჰქონდათ მარკირებები მათ გაკეთებული და უკვე დაგეგმილი ჰქონდათ იმ საოკუპაციო ხაზის შემოწევა საქართველოს ტერიტორიაზე. მაშინ ოსეთის პრეზიდენტი იყო ანატოლი ბიბილოვი, რომელიც ხელახლა იყრიდა კენჭს 2020 წელს და მის საარჩევნო დაპირებებში მუდმივად ჟღერდებოდა მისი მოსახლეობის მიმართ, რომ ამ ტერიტორიებს დაუბრუნებდა ოსეთს. შესაბამისად, ეს ყველასთვის ძალიან ცხადი იყო. დღეს რომ ამბობენ, რომ ჩვენ არაფერი არ ვიცოდითო, ძალიან სამწუხაროა, რომ ესეთ დონემდე შეიძლება რომ თავის თავი მიიყვანონ, იმიტომ რომ როგორ შეიძლება არ იცოდე დე-ფაქტო ხელისუფლება, როდესაც შენს მიწებზე პრეტენზიებს აცხადებს. ამაში ჩართული იყო, რა თქმა უნდა, ყველა შესაბამისი სტრუქტურა, იმიტომ რომ შეუძლებელია ეს სტრუქტურას გაეკეთებინა ცალსახად და დამოუკიდებლად გარდა ამისა ვიკა, მე მაინტერესებს ამდენ მოსალოდნელი იყო პარტიისთვის, თავად თქვენ პარტიის ლიდერისთვის, საინტერესოა მოვისმინოთ თქვენგან, აი ეს გამოკითხვების სერია ვიხილეთ, გომელაური, კახიშვილი, კიდე ჭოლაძე თუ არ ვცდები, ჭოლაძე, მივიდნენ ადამიანები, ზოგი პროკურატურაში იყო, ზოგი წოლოკიანთან იყო და ასე ყველა ერთად ამბობდა, რომ პირველად გაიგეს ჩორჩანას საგუშაგო, მაშინ როცა გაიხსნა საგუშაგო, ეს რამდენად მოსალოდნელი იყო პარტიისთვის. ძალიან სამწუხაროა 6 წლის მერე თუ გაიგეს ეს ყველაფერი და დავასრულებ და ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ მაინც საქმე იქითკენ მიდის, რომ აუცილებლად ეს ამბავი დასრულდება დაკავებით ბრალის წაყენებით ყოველ შემთხვევაში. ანუ ეს გამოკითხვები ნიშნავს თუ არა ამას ეს უფრო მაინტერესებს ვიდრე მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩორჩანას ეპიზოდი მოხდა 2019 წელს, რის შემდეგაც გიორგი გახარია ორჯერ დააწინაურეს, ჯერ პრემიერ-მინისტრი გახდა და შემდეგ პარლამენტის ეს თქვა საპარლამენტო სიის პირველი ნომერი იყო. ხო, ისინი დღეს ამბობენ, რომ deep state-ის ზემოქმედების ქვეშ მოქმედებდნენ და იქნებ დღესაც deep state-ის ზემოქმედების ქვეშ მოქმედებენ, თუ ასეთი მოწყვლადები არიან, როგორ გავიგოთ, მაშინ იყვნენ ზემოქმედების ქვეშ, თუ დღეს არიან ზემოქმედების ქვეშ. გომელაურის განცხადება, რომელიც ბოლო დღეებში აქტიურად ტრიალებს არქივიდან ამოღებული განცხადება, ის როგორ ამაყობდა ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმით, რომ ამან გადაარჩინა ძალიან დიდი მიწის ტერიტორია საქართველოს სასარგებლოდ და მათი ეს ჩვენებები, რომელიც ვიხილეთ პროკურატურასა თუ კომისიაზე, არის არათუ გიორგი გახარიას წინააღმდეგ მიცემული ჩვენება, ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიცემული ჩვენება, რომელსაც ისტორია აუცილებლად გასცემს შესაბამის პასუხს, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ქვეყანა და სახელმწიფო ინტერესი გაცილებით მაღლა დგას ვიდრე ნებისმიერი პარტია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკოსი, წლები გავა, აწლეულებიც გავა და შთამომავლობა და ამ ქვეყნის მომავალი ამაზე აუცილებლად აგებინებს პასუხს ამ ადამიანებს, იმიტომ რომ ამ განცხადებების ფონზე ძალიან ცუდი შედეგები შესაძლოა მივიღოთ, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ბოლო დღეების განმავლობაში დე-ფაქტო სახელმწიფოს ოკუპანტებს უკვე გაუჩნდათ სხვა პრეტენზიები, რომელმაც შეიძლება ძალიან ცუდად იმოქმედოს ჩვენს
მომავალზე. ჩვენი მოლოდინი რაც შეეხება ამას, როგორც გითხარით, ოქტომბერში გაკეთებული ბიძინა ივანიშვილის განაცხადის ფონზე, რა თქმა უნდა, ყველაფრის მოლოდინი გქონდა, გამორიცხული არაფერი არ არის. ვიკა, ამ ყველაფრის ფონზე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის არის უბრალოდ გაუგებარი. აი მათ რას ეტყოდით თქვენ? თქვენი პოზიცია, ლელოს პოზიცია. ამ ამბავში თქვენ უფრო თანმიმდევრულები იყავით თითქოს, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის. არ ცვლის ამ მოცემულობას, ხო? რა შეგიძლიათ გითხრათ ამასთან დაკავშირებით? მით უმეტეს, როდესაც ახლა უკვე, როცა ვხედავთ, რის გამო ხდება ბრალის წაყენება გიორგი გახარიას წინააღმდეგ. რანაირად ხედავთ აი აქ აზრს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის? ჩვენ როდესაც სტრატეგიას ვსახავთ, ყოველთვის ვითვალისწინებთ რა დააზიანებს ბიძინა ივანიშვილს ამ მაგრამ გაითვალისწინებული ქონდათ ჩორჩანას ამბავი, როცა თვითმმართველობის არჩევნებზე დაიწყეთ საუბარი? ქონდა ყველაფერი, ყველა შესაძლო ცუდი სცენარი და გიპასუხებთ ახლავე ვიკა ამაზე. როდესაც ჩვენ სტრატეგიას გეგმავთ, ყოველთვის განვიხილავთ რა შეიძლება იყოს რეჟიმისთვის დარტყმა. შესაბამისად, ჩვენი თვალთახედვით ბიძინა ივანიშვილი, რასაც ბოლო დღეებში აკეთებს განსაკუთრებით, ეს კიდევ ერთხელ იმის მაჩვენებელი და მაგალითია, რომ მას უნდა ჩამოიშოროს პოლიტიკური ველიდან ყველა ოპოზიციური ლიდერი და ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც რეალურად წარმოადგენს ოპოზიციას. აქ, როდესაც ამბობენ ამ აზრის ოპონენტები, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს არჩევნებზე, თვითმმართველობის არჩევნებზე შეითრიოს ოპოზიცია, მაშინ მე მექნება მათთან კითხვა, მაშინ რატო იჭერს პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებით უფრო ადვილია არჩევნებზე გასვლა თუ პოლიტიკური ლიდერების გარეშე. რა თქმა უნდა, პოლიტიკური ლიდერებით და ბოლო პერიოდში განხორციელებული ბიძინა ივანიშვილის ქმედებების წყალთხოვს იმას, რომ მას უნდა დარჩენა მარტო ამ არჩევნებზე, იმიტომ რომ მას გაცილებით უფრო გაუადვილდება ამ არჩევნების ჩატარება, არ მოუწევს არანაირი ძალისხმევის გაწევა. ჩვენთვის ეს არის ერთ-ერთი ბრძოლის ხერხი. ამ ბრძოლაში არის ბევრი ბრძოლა. არც იმის ფუფუნება არ გვაქვს. პოლიტიკური ლიდერებით ციხეში უფრო ადვილად, იმიტომ თუნდაც რომ უფრო ადვილად დაიწერს იმ შედეგს, შედეგის დაწერა. ჩვენ სხვა მისაშვალება არ უნდა მივცეთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. თუ აპირებს ის რომ ყველაფერი წაგვართვას, ჩვენი ხელით ხო არ უნდა მივართვათ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ როდესაც შენ ბრძოლაში ხარ, ბოიკოტი ეს არის, ბოიკოტი არის ჩვენი ხელით მირთმევას ეძახით თქვენ ბოიკოტს. ცალსახა არ არის ბოიკოტი რა არის, იმიტომ რომ ბოიკოტი არის ქმედებისგან თავის შეკავება. ბოიკოტი კონკრეტული ქმედება არ არის. ბოიკოტს უნდა მოჰყვებოდეს ქმედება. ეს ქმედება უნდა იყოს რეალური და პრაგმატული და ცალსახად უნდა ჩანდეს ამ ქმედებას რა ზიანის მოტანა შეუძლია. და ეს არ არის ოპოზიციური პარტიების ამოცანა არ უნდა ყოფილიყო ზუსტად ეს რომ ბოიკოტს ქონოდა თავისი მიმართულება, ანუ ბოიკოტში ჩაგედოთ ის რესურსი და არა იმ თვითმმართველობის არჩევნებში, რომელშიც საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი ამბობს, რომ ეს არის წაგებულ ომში შესვლა. არ გვაქვს ჩვენ იმის ფუფუნება, რომ ვარჩიოთ ესეთი ბრძოლა მოგწონს, ასეთი ბრძოლა მოგწონს, ჩვენ ესეთი შეიარაღება არ გვაქვს და ვიღაცას ჩვენზე მეტი შეიარაღება აქვს. აი, საქართველოს ისტორია რო გავიხსენოთ, საქართველოს ისტორიის განმავლობაში ქართული ჯარი შესაძლოა ყოველთვის და ქართული, ასე ვთქვათ, საბრძოლო დანაყოფები შესაძლოა ყოველთვის იყვნენ უმცირესობაში, მაგრამ მათ არც ერთხელ არ დაუთმიათ ეს ბრძოლა, იმიტომ რომ ვიღაცას უკეთესი შეიარაღება ჰქონდა, ან ვიღაცას უფრო მრავალრიცხოვანი ჯარი ჰყავდა. ვისაც ამ ბრძოლაში შესვლის თავი აქვს, ბოლომდე უნდა შევიდეს ამ ბრძოლაში და არ უნდა დაიწყოს იმაზე წუწუნი, რომ ჩვენ არ მოგწონს ის, ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს და ჩვენ ამის უფლება არ აგვაქვს. ჩვენთვის ეს არის ძალიან ცალსახარო. ბოიკოტის შედეგი ამ ეტაპზე არ ჩანს. ყოველ შემთხვევაში არჩევნებზე შესვლის შედეგი ის მაინც ჩანს, რომ მათ ძალისხმევის დახარჯვა მოუწევთ და მათ მოუწევთ კიდევ ერთხელ იმ გაყალბებების მცდელობაში დახარჯონ ენერგია, რასაც ესე ცალსახად ამტკიცებენ, რომ მათ არ გაუყალბებიათ. კითხვა მინდა დაგისვა. დღევანდელი გადმოსახედიდან ფიქრობთ, რომ პარლამენტში არ შესვლა იყო თუ არა შეცდომა? ესეც შეგიძლიათ იფიქროთ მაშინ, იმიტომ რომ არ ვიცი, ეს კითხვათ მინდა დავრჩე, იმიტომ რომ დავტოვო, იმიტომ რომ შეიძლება
საზოგადოების რაღაც ნაწილს ეს აღქმაც ჰქონდეს, როცა ისმენს პოზიციებს იმ პარტიებისგან, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებში იღებს მონაწილეობას. შეგახსენებთ, ვიკარო, როდესაც არჩევნების დღეს სრულდებოდა უკვე საარჩევნო საათები იწურებოდა, მაშინ როცა სხვები ზეიმობდნენ, ჩვენ გამოვედით და ვთქვით, რომ ზეიმის დრო ნამდვილად არ იყო, იმიტომ რომ ეს არჩევნები იყო მიტაცებული, გაყალბებული და არალეგიტიმური. პირველი იყო გიორგი გახარია, რომელიც გამოვიდა და თქვა, რომ ეს არჩევნები ჩატარდა ძალიან ცუდად და იყო არალეგიტიმური. შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებს იმ არჩევნებთან, რომელიც კონსტიტუციით არის ჩანიშნული, არავითარი კავშირი არ აქვს. და იგივე სცენარით რო წარიმართოს თვითმმართველობის არჩევნები, რა იქნება დიდი ალბათობით წარიმართება, დიდი ალბათობით წარიმართება. და თქვენ რა სცენარით? დიდი ალბათობით წარიმართება იგივე სცენარით, მაგრამ ჩვენ გვჯერა იმის, რომ ძალთა კონსოლიდაციით და იმ ადამიანების და იმ ჯგუფების კონსოლიდაციით, რომელიც მომხრე არიან და ბრძოლის ეს გზა გონიათ სწორი, ჩვენ შეგვიძლია რომ რაღაც მნიშვნელოვანი დარტყმა მივაყენოთ ქართულ ოცნებას. იქიდან თქვენი ლიდერის ციხეში ყოფნის პირობებშიც? ნებისმიერ პირობებში ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე. ჩვენთვის ეს არის ბრძოლის ბოლომდე ბრძოლის გზა, ვისთვისაც არ არის. კი ბატონო, ხა ჩვენ ხო ეკითხვა დავსვით ძალიან დიდი ხნის წინ, რომ ბოიკოტის შემთხვევაში რა იყო ამის ალტერნატივა. ჩვენი აზრით, ალტერნატივა ამას არ აქვს. ალტერნატივა არის ის, რომ უბრალოდ იბრძოლო იმ პირობებშიც და იმ უთანასწორო ბრძოლაშიც, რომელიც ამ წუთას მოცემულობა გააქვს სამწუხაროდ. თუმცა, ვისაც არ შეუძლია ამ ბრძოლებში ყოფნა და უბრალოდ არჩევას იწყებს, მე ეს ბრძოლა მომწონს და ამის წესები მომწონს და ამისი არა, ეს ხალხი სახში უნდა წავიდეს და იმ ხალხს აცალოს მაშინან ახალი ადამიანები და ახალი პოლიტიკური ლიდერები უნდა დაიბადონ. მაგრამ არა, სახში ეს ხალხი დგას რუსთაველზე, ვიკარო და შენც დგახარ რუსთაველზე. ეს ხალხი, ვისაც ეს პოზიცია აქვს დგას რუსთაველზე, არც სახში არ უნდა მათ წასვლათ. რა თქმა უნდა, ისინი არც უნდა წავიდნენ სახში, იმიტომ რომ ამ ადამიანებზე ბევრი რამე დგას, ხო? მე დარწმუნებულია, რომ ეგ ადამიანები უფრო მყარად არიან თავიანთი ბრძოლის ჯინში დარწმუნებული და მათ არ ეშინიათ ამ ბრძოლის როგორ პირობებშიც არ უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები, იმიტომ რომ ეს ადამიანები მართლა უთანასწორო ბრძოლაში იბრძვიან ამდენი თვეა შესაბამისად, რატო გონია რომ ეს ადამიანები ამ ბრძოლისთვის არ არიან მზად. ეხლა ჩვენ შემთხვევაში ხა გიორგი გახარიაძე რომ საუბრობთ, გიორგი გახარიას ემუქრება 15 წლიანი პატიმრობა და ბიძინა ივანიშვილი აპირებს გიორგი გახარიას გასამართლებას 15 წლით, მხოლოდ იმიტომ რომ საკუთარი მიწა დაიცვას. ხო, ამის გამო ჩვენ ხა ვერც ყურებს ვერ ჩამოყრით და ვერც ბრძოლას ვერ დავნებდებით, იმიტომ რომ ჩვენ ვებრძვით რეჟიმს, თუ რეჟიმს ებრძვი, უნდა ებრძოლო ყველა იარაღი. თავარი არის რომ დარჩათ პოლიტიკურ პროცესში, ამაზე ყველა თანხდებით. ივანიშვილის მიზანი არის რომ პოლიტიკურად გაანეიტრალოს ოპოზიცია. ოპოზიციაში ყოფნა როგორც სასჯელი, ოპოზიციაში ყოფნა დანაშაულად ითვლება, როგორც დიქტატურა და ავტოკრატია ამას უყურებს და ასე ცნობს და ასე უყურებს პოლიტიკურ პროცესს და მთავარია რომ ყველამ გააგრძელოს ბრძოლა. მადლობა ვიკა, ძალიან დიდი მადლობა და იმედია, ხო, იმედია ყველაფერი კარგად იქნება.